მშვიდობისაც ხო? დილა არა. მოგესალმებით. შუა დღე მშვიდობის, ჩვენთან უკვე შუა დღე არის. მე მუშაობდი. ეხლა მოვჩი მუშაობას. ფიქრობდი რომ დანისთან გავივრით ხო, რადგან ეტლი მე მაქვს. ხო და სულ რამ დამირეკა და მითხრა მაიო დაღლილიო ნამუშევარიო ცოტა ხარო და მოდიო მე გავივლიო დანისთანო. ხოდა მეთქი მადლობა ჩემი ბიჭი. ძალიან საყვარელი ხარ ხო და ეხა აღარ წავალ ჯლიგინით როგორც ხდება ხოლმე. ჯიჟივით რომ მივდივარ დანიელასთან ვარ და მაგვიანდეს. დილით რატო არ დავიწყე ვლოგის გადაღება? უშინდელი დღის მერე გაბრუნებული რომ მოვედით სახლში საავადმყოფოდან. მითი შულები წყალი გადავივლეთ, ცოტა ვჭამეთ. მე ფაქტურად არაფერი არ მჭამია, ნარგობაც მოვალეობის მოხდის მიზნით ჭამა. ხო და მე მიწეკით დავიძინეთ, გავითიშეთ და დილითაც გამოყოლილი იქონდა გუშინდელი სტრესი, ნერვიულობა, დაღლილობა, ყველაფერი და ეხლა ჩიდივით. ხო და ხვალ არის ჩვენი ზურაბის დაბადების დღე. ზოგადად მინდოდა რომ რაღაც ორიგინალური საჩუქარი დამეკეცებინა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში იმდენი რაღაც წამოგვეწია და წამოგვაწვა და აგვეკიდა ზურგზე. ფაქტურად დროც არ მქონდა საფიქრელად, მოსაძებნად. ხო და ეხლა ტვინს ვიჭყლიტავ რომ რა შეიძლება გაჩქო ზურას. წარმოდგენა არა მაქვს მინდა გითხრათ. პარალელო, ნუ ცხვირზე ხო ვერ მოვიცილე ეს ვირუსიდან დატოვებული დაღი. თან პარალელურად ორი შეკვეთა მაქვს 31-ში, პირველ რიცხვში. ზურას დაბადების დღე არის ხვალ, ანუ 29-ში. რამდენზე გავიჭრი, არა და ვიცი რომ ძალიან უნდა შოკოლადის ჩიზკეიკი, ანუ ძალიან და ხო და რაღაცნაირად უნდა გავაკეთო. რისი ცოლი ვარ ახლა მე რომ შოკოლადის ჩიზკეიკი არ გავუკეთო ჩემთვის. ცოლი არ იქნება? ხო და ერთი სიტყვით ეხლა წავედით სახლში. შეიძლება გავიარო, არ ვიცი, მარკეტში. ლეოსავას დასაბეჭდები მაქვს შეკვეთისთვის. მე მგონი ჯერ სახლში მივიდე. ორი ლუკმა ვჭამო, მოვისურხო. ჩემებს ჩავეხუტო. და მერე მოვიფიქროთ უკვე რა და როგორ გავაკეთოთ და იქნებ მოვიფიქრო კიდე ზურას დავაჭუკობა. მიშვენეთ. რას მიშვენით? რა არის დედა ეგ? ნაყინი ვინ მოგიტანა? დედა ვინ? საერთოდ აქ ჩამოწუწული სიხარულო. ვინ მოგიტანა დედა? უიმე დაგივარდა? თვისა დაგელოდა? რა ჭკვიანი გოგო ხარ? ევეკო საჭამეთ ნაყინი დედა? ყოჩა, ხდე მოგეწონა? მე მიყიდეთ? მე რესტორანში პატიჟებ? კი, გიყიდეთ. მართლა? მოგიტა. არ მინდა სიხარულო, მადლობა საჭმელს შევჭამდე. დანი, გოგო, ცხვირი, პირი, ტანი, ყველაფერი დასრული გაქვს ნაყინით? ვა. ღმერთო ჩემო. ჩვენი შვილები ზამთარ ზაფხულ ჭამენ ნაყინს, ეთყობათ რომ დედამისი, როდესაც ორსულად იყო, ზამთარ ზაფხულ ნაყინს ჭამდა. ისე ორივეზე ზამთარი მომიწია რა სიხარულო, ორსულობა. ხო. ჩემი კოსმონავტი. ძალიან პოპულარული ცოლია. ეხა უმღერდა.
ამ სიყვარულს შენ სახელს ვარქმე და შეხალ მას ნუ შევთარ ვიღაც ეგონება მართლა მას ეცეკვა არ უყვართ ცეკვა არ უყვართ ჩემ ბიჭს ცეკვა ჩემ სავით მაგრამ არა უშავს ავად ცეკვა ავად ცეკვე მოკლედ მოვედი სახლში მივირთვით ხო და ეხა მივდივართ შეკვეთისთვის რაღაცების საკითხი. დაღლილობას არ ვიმჩნევთ. ავეთ. ზედა სიმონეთი. თერჯოლის რაიონი. ზედა სიმონეთი. მოგიწევს. კოჭარანტკარიოთ. ზედა სიმონეთი, კოჭარანტკარი. კაი, რა იყო? ხუმრობ, ხო? ისე უბნები არ არის მან. ზედაგორა ჩვენ. ზედაგორა, ქვედაგორა. ჩაჩები, ქვია ესე. ჩაჩები. მე მაგნერ სახელები თუ ქვია, ჩემი კოჭარანტკარი გაგიკვირდა გაზ. კოდისყარო. კოდისყარო. მართლა გაქვს? კოდისყარო არა, მაგრამ არის გაცხარო. წყარო არის. კი. წყარო ყოფილი. წყალი ვექნები. გიორგაძეები, მაგარი. სულამანიძეები არ არიან? ჩაჩა. სულამანიძეები? სულამანიძეები იწერდი, სოფელი აქ იწერdi, იქ არის სულამანიძეები. თელის დასახლება სულამანიძეები. არის კიდე ბევრი სახელები ახლა. ვითხარი რა. ჩართე ხმოვანი. სათხო. ბაზარ პალიოფალირო. ეს. ეს არის. Yes. ეს ხო. Yes. აი, მაგასაც ესმის ჩემი ხო სიხარო. მაგით მოვაჯადო. მაგი ჩემ თქვაზე. შენ ერთად ხარ ერთი ჩემ თქვაზე. თოვკაკუნო ესე. ბაჭე. წავედ, არ წავიდა უჩემოთ. ელა, წავე. ელა, განელა. წავედ. ნატო მიყურებ გაბაზებული. ფაულერები მაკლდები. ფოლოვერები გაგდება. ფაულერები მაკლდები. ამ ხალხი მიყურებს და ფაულერები მაკლდება. სადმო ეს ფაულერები. ვიმპარ ფაულერები. დავბეჭდე მასა და დათვი. დავბეჭდე. ჩაკვალ. წამო ვიგულაო თოქრო. წამ. მე ბორდო. წამოთ. ფაულერები. წამო ნიაზმერში. წამ ნიაზმერში. ნიაზმერში გვერდიდან დავუვარ. საიდან გვერდიდან? აქედან ფეხით ბევრი სასიარულო და უკიდან დავუვარ. საიდანაც ავპარაგელი. კენკოსთან ვერ ჩაუხვევთ? კენკოსთან ჩაუხვევ და უკიდან რასასვლელია. მე რა ბევრი სასიარულოა, ახლა ერთ სამოყრო გზა? იქ თუ გავაჩერეთ, თქვია ცენტრში. კენკოს აქეთ ხარეზე. რა გავიცი ფეხით დაერა. კენკოსთან ჩაუხვიოთ, პარკინგი რო არის იმის. მაგაზე გიძახ, მაგედან. Yes, of course. აგერ ცოცხალი GPS-ი არ ყავარ? გუდუნა. ხარ ლონდონი წლის ხდები, გუდუნა. ბიჭებს ასაკს არ ეკითხებია. რა? ბიჭებს ასაკს არ ეკითხებია. უკუღმა დავაფარა, ნახე. უკუღმა დავაფარა ხო? შენ რა გეგონა? შენი ცოლო ვერ მიხვდება. კაი, რას მეღატავე. მეღატავე, მაგრამ როგორია რომ დაგეხმარება? გემაიმუნება. თავკივა. რა ხოლე ხო? შემოგეცემე. Chanta Bobby's remade. და სიხარნო ეგრანა ინატამა. ვინ მოიტანა და აგერ შენ მაცოლ. აუ მეთქინა. კანი ჩამატნიე და დამელოჯდება. ტენგენ. შებს გან როჭ. ისაკორცელო. ქორწილი გადავიხადოთ? მე რეგატ.
სატყიში. ციდები. გადავიხადე. ქორწილი გადავიღე და გაგიშვებდა. ოკეი. Სურიკო მის გოგოებს უყიდეთ კაბილეული. ზუჩერინოა თუ ცუკერინოა თუ როგორი კითხე? ზუჩერინო, მე მგონი ზუჩერინო, არ ვიცი. შემისწორეთ თუ ვინმე იცით. როგორი კითხება? ხოდა ბატონმა ზურაბმა გოგოებს უყიდათ კაბილეული, სხვადასხვა ნაირობები. ძიმია. გაყიდე სიხარულო კილო 50. გოგოები კარგად არიან, ჭკვიანად არიან და ეხა რომ მივლან დედიკო და მამიკო სახში. ლამა მიტანე. მე მიყიდე. მე მიჩიტები როგორ ჭიკჭიკებენ აქ. ევეკო რამდენი ხანია და დანი აქ არა მოგვიყვანია. McDonald's I'm loving it. ხალხი არ არის McDonald's-ში? ხო, ჩემთვის ჩანთა მომეწონა და. წავნახშეთ. შედი. მაგ ქუჩიდან ხარ გაჩვენებს ხარ? შედი. ბატონ ზურაბს ამასობაში შევუძინეთ საჩუქარი ნიაზმერში. მალე ესეთი მაღაზია ჩანთების წალებია ეს მაღაზია არის საოცარი ჩანთები აქვს. ქალბატონებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც და მე გაჩვენებთ სახში როგორი ჩანთა უყიდეთ ზურას ოჯახმა. ოჯახის სახელით უყიდეთ მამიკოს ჩანთა. ზურიკო მაყოფილი ხარ? თვითონ არჩია. მე სხვა მინდოდა, მაგრამ იმის ყიდვა არ მაცადა. კაი მაღაზია. გახსოვს რამდენი წლის უკან გაჩვენე ეს მაღაზია? ყველაზე ძვირიანი რაც არის. ყველა ფირმა. Timberland-ი, ისა რა ქვია, National Geographic-ი, Valentino, რა ვიცი, ყველანაირი ის არის ფირმა. და ძალიან კარგი ფასდაკლებები ქონდათ, არა ზურა? საკმაოდ კარგი ფასდაკლებები ქონდათ. ხო. წავედით. ვის აქ დაბადების დღე? მამიკა. ხვალ, დღეს არა. მე ვნახოთ ახლა რა ვიყიდეთ. ხვალ აქ დე. ვიყიდეთ Black Forest-ი, რომელიც გზაში მონგრეულა ერთი ძალი. არა უშავს. ერთი ზურას, ერთი ნარგოს. ეხლა ვნახოთ რა დევს მეორე ყუთში. აჰა, სიხარულო. რომელმა დაშალეთ? მოიცა, დედიკო, მოიცა. აი მე ცალი ხელით. რა იყო, მაგი მამიკოსია, შენი კი არა, ვაიმე ვერ გამოვაძრე. ევეკო, მომეხმარები? მადლობა. ხო და აქ არის. მაგი მამიკოსი. შენი კი არა. მე და არ შემოუსკოჩია. მოკლედ, ესენი არის გოგუების. ნელა, დედიკო, მოსვი წყალი სიხარული. აგერა. ხო. ესენი არის გოგუების, ესეთი პატისერის კრემი და კენკრა და ეს არის ჩემთვის, ეს არის ტირამისუ. ესეთი გემრიელობები მოკლედ. გემრიელია გოგო? მამიკოსი. ეს დედიკოსია. აი მამიკოსი. ყველაფერი მამიკოსია, კაცო? აი ეხლა კი მინდა გაჩვენოთ თუ რა ვუყიდე საჩუქრად ზურას დაბადების დღისთვის, რომელიც ცოცხალთავით არ უნდოდა და ძლივს დავითანხმე, ჯერ შემოსვლაც არ უნდოდა მაღაზიაში, მერე რო გაიგორისთვის შემყავდა ხო საერთოდ, გამოქცევაზე იყო, არის სასწაული მაღაზია გეფიცებით
ალბათ გოგოები, ვინც მოხვდებით მსგავს მაღაზიაში, ყველა ჩანთების გამოტანა მოგინდებათ, საოცარი ჩანთები აქვთ, აი სასწაული. მისამართები კი აწერია, აგერ ვინც ხართ ათენში და დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ესტუმროთ. მოდი ახლა ვნახოთ საჩუქარი. არჩევანი შეაჩერა აი ესეთ აქ უძახიან ბანანი ჩანთა, ესე ეძახიან. ესეთ ჩანთაზე, რადგან ძალიან კარგად იყენებს მუშაობის დროს, თან რაღაცები ჩადო უკვე, ისე აქ ეს ელვები, რომ არ სველდება, ანუ ისეა დამაგრებული, ნახეთ როგორია, საერთოდ არ სველდება, წყალს არ ატარებს. სპეციალურად არის ესე გაკეთებული და მოკლედ თვალი დაადგა თავიდან სხვა ჩანთას ძალიან მოეწონა, მაგრამ ფასი არ მოეწონა და გამომექცა მაღაზიიდან და მერე დავითანხმე მეთქი წამოიქნებ სხვაც მოგეწონოს რომელიმე რომელიც სხვა ფასიანი იქნება. სადღაც 130 евро ღირდა თუ არ ვცდები ის და ფასდაკლებით იყო 89 ევროში და ძალიან მინდოდა რომ ის ჩანთა გვეყიდა, მაგრამ არ ქნა. უბრალოდო არ ვთვლიო საჭირო და ესე ყოველდღიური მოხმარებისთვისო მაგ ხელა თანხა გადავიხადო ჩანთაშიო და შემდეგ ვნახეთ ეს, ანუ კიდე ერთი ვნახეთ უბრალოდ რომ გაიკეთა ძალიან ესე რაღაცნაირად ძალიან დიდი ჩანთა და მერე ეს ვნახეთ და ეს მოეწონა არის რაღაცნაირი ყავისფერი. ძალიან მომწონს. ძალიან კარგია და სასიამოვნო აქ ტექსტურა. ესეთი საჩუქარი აქვს მოკლედ ზურას, 1 სათავსო, 2 სათავსო, 3 სათავსო. რაც თავარია, ამას დამთანხმდა და არ გამოგცეულა მაღაზიიდან. თავიდან ვეუბნებოდი, მეთქი წამოდი იმ მაღაზიაში რაღაც ჩანთა მომეწონა ჩემთვის თქო და მერე კი მიხვდა რაშიც იყო საქმე. მოკლედ აქედან დაგემშვიდობებით, ახლა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში.